მოგესალმებით მეგობრებო, მე ლადონასვლიშვილი ვარ, თქვენი იმყოფებით ჩემს არხზე. თუ არ გაქვთ გამოწერილი ჩემი არხი, გირჩევთ გამოიწეროთ. იმ შემთხვევაში თუ გაინტერესებთ MMA, ზოგადად სპორტის სხვა სახეობების და განსაკუთრებით თუ გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები MMA-ზე და ზოგადად სპორტზე. დღეს გიბრუნდებით პრედიქშენების ვიდეოთი, ხვდებით ალბათ თეთრი სახლის ივენტს გავივლით და შევეხებით მეტნაკლებად ყველა ბრძოლას, უფრო სწორედ ყველა ბრძოლას შევეხებით, მაგრამ პროგნოზებს გავაკეთებთ, იმ ბრძოლებში, სადაც ასე თუ ისე გვექნება რაღაც მოსაზრებები. ძირითადად გვექნება, თუმცა ალბათ იქნება ის ბრძოლები, სადაც ცოტა შეიძლება ვერ ჩამოვყალიბდეთ, ვინ შეიძლება იყოს უფრო ფავორიტი. ვიწყებთ პრინციპში და ამ ისტორიულ კარტს გახსნის ქვემსუბუქი წონის ბრძოლა დიეგო ლოპესი ხვდება სტივ გარსიას. დიეგო ლოპესი შეგახსენებთ თუ არ იცით თუ ვინმე მარიცის რომ არის მეორე ნომერი დივიზიონის რეიტინგში, მეცხრე ნომერია სტივ გარსია. გარსიას რაც შეეხება არის ძალიან კარგ სვლაზე, 1 2 3 4 5 6 7 მოგებიანი სერია აქვს, თან მიაქციეთ ყურადღება 6 აქედან არის ვადამდელი, ძირითადად პირველ და ზოგ შემთხვევაში მეორე რაუნდში და მხოლოდ ერთხელ კელვინ კატართან გაიმარჯვა გადაწყვეტილებით. თუმცა აი კატარის გარდა პრინციპში სხვა მებრძოლებს, რაღაცა ტოპ მებრძოლებს ვერ უწოდებთ, ხო? დევიდ ონამა, ნამდვილად კარგი მებრძოლია, მაგრამ ტოპებში ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად მაინც ტოპ 10-ში მე მგონი არ არის. დავაზუსტებ. ყოველ შემთხვევაში ტოპ 5-ში ნამდვილად არ არის. სხვა მებრძოლების რაღაცა თლათ ისეთები არ არის, ხო? კაილ ნელსონი, ჩოი კორელი, მელკიზელ კოსტა, კიდევ ერთი ჩინელი მებრძოლი, ჩეის ჰუპერი. თუმცა მიუხედავად ამისა, ალბათ დიეგო ლოპესისთვის საკმაოდ სახიფათო ჩაპია, იმიტომ რომ სტივ გარსია ზოგადად ძალიან მძიმე დამრტყმელია და დიეგო ლოპესი კი ჩვენ ვიცით რომ ზოგადად დამრტყმებს უშვებს. რაც შეეხება პროგნოზს, ამ ბრძოლაში პროგნოზს მე არ გავაკეთებ, ვინაიდან დიეგო ლოპესი ზოგადად შეიძლება იცით რომ ძალიან ისე ვქომაგობ, გულშემატკივარი ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი მებრძოლია, რაც გამოჩნდა და პირველი ბრძოლა რომ ნახე მისი მოსარევლოებთან, მას შემდეგ ასე ვთქვათ ვწურავ ამ ბიჭს და ზოგადად ვცდილობ რომ იმ ბრძოლებში სადაც ერთ-ერთ მებრძოლს ძალიან გულშემატკივრობ, ვცდილობ რომ არ გავაკეთო ხოლმე პროგნოზები. აი თქმა უნდა მინდა რომ მოიგოს დიეგო ლოპესმა, სადღაც იმედიც მაქვს, თუმცა მთლიანობაში საკმაოდ რთული გასარისკია გამარჯვებულის გამოცდობა, იმიტომ რომ კი ობიექტურად ფურცელზე დიეგო ლოპესი უნდა იყოს ფავორიტი, ბევრად გამოცდილია დიეგო ლოპესი ხარისხობრივად ვამბობ, წარმოიდგინეთ დამარცხებული ყავს ჟინ სილვა, ბრაიან ორტეგა, დენ იგე, სოტიკ იუსუფი, ეს ყველა ტოპ მებრძოლები იყვნენ. სადებიუტო ბრძოლა მოვსარევლოებთან ფაქტიურად თანაბარი იყო, მინდა გითხრათ, ასე რომ და ორჯერ ბრძოლა კი წააგო, ორივეჯერ გადაწყვეტილებით ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან, მაგრამ 10 რაუნდი რო გაქვს ვოლკანოვსკისთან გადარებული, ხარ ამხელა გამოცდილება ხვდებით, ხო? ალბათ ნეიტრალური იყო, მაინც ლოპეს დავაყენებდი ფავორიტად, თუმცა არ ვარ ნეიტრალური და შესაბამისად შეიძლება ეს მალაპარაკებდეს, ამიტომ ზოგადად ვცდილობ რომ პროგნოზები არ გავაკეთო ასეთ შემთხვევებში. მომდევნო ბრძოლა ბონიკალი კაილ დაკასი. ეს არის საშუალო წონის ბრძოლა, ორივე მებრძოლი არის ნომერის გარეშე და უნდა ვთქვათ რომ ეს ბრძოლაც ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში არის ძალიან ახლო. ძალიან ახლო გულისხმობ რომ რთულია გამოიცნო ფავორიტი. დარწმუნებული ვარ რომ დიდი ფავორიტი აქ ბუკმეკერების აზრით იქნება ბონიკალი. მე არ უყურებ ხოლმე ზოგადად იმ წყაროდან, სადაც უყურებ მე და ძირითადად უყურებ ხოლმე ან შერდოგზე, ან UFC-ს ოფიციალურ საიტზე, შერდოგზე საერთოდ არ არის ხოლმე ფსონები, ასე ვთქვათ, მითითებული, კოეფიციენტები უფრო სწორედ. UFC-ს ოფიციალურ საიტზე ხან არის, ხან არა, ვერ გავიგებ სხვა შორის ეს პრინციპი მე. ამ შემთხვევაში არ არის მითითებული და შესაბამისად არც ვიცი ვინ არის ფავორიტი, მაგრამ მგონია რომ ბუკმეკერები ალბათ ბონიკალს ჩათვლენ, არა მარტო ბუკმეკერები, ზოგადად ბონიკალი იქნება ალბათ ფავორიტი, თუმცა გაგიკვირდებათ და მე თლათ მასე მარტივად არ მგონია საქმე და მგონია რომ ზოგადად 50-50-ია, მაგრამ უფრო მეტ შანსს, აი თლათ 50-50 არა, მე ვიტყოდი რომ
57-43-ზე ჩემი აზრით ფავორიტი არის კაილ დაკასი. და შევეცდები ორი სიტყვით ავსნა რატომ ჯერთი ბონიკალი გასაგებია რომ ძალიან შთამბეჭდავი რეკორდი აქვს 8 მოგება და მხოლოდ ერთი მარცხი, მაგრამ მარცხი გვახსოვს ძალიან მძიმე მარცხი და ძალიან ცუდი ბრძოლა ქონდა ბონიკალს რაინერ დერიდერთან. რაც შეეხება გამარჯვებებს, როდოლფო ვიერა, რომელიც კი სპეციფიური მებრძოლია, რაღაცებში ძალიან ძლიერია, მაგრამ რაღაცა ტოპ მებრძოლად ვერ ჩამოყალიბდა ვიერა და ჩემი აზრით ვერ ჩამოყალიბდება. იქამდე მოუგო გადაწყვეტილებით პოლ კრეიგს, რომელიც როცა პოლ კრეიგს შეხვდა, პოლ კრეიგი იყო უკვე პენსიონერი, მოდი ვაღიაროთ და გაფუჭებული ძალიან. იქამდე კოდი ბრანდეიჯი, ხო, კოდი ბრანდეიჯი ხო, რავი, ტოპ მებრძოლობასთან ახლოსაც არ არის. სხვა ხა შევხედე და პოლ კრეიგი რომ დაამარცხა ბონიკალმა, ეს არის ბოლო 5 ბრძოლაში ერთ-ერთია, მოკლედ, რომელიც ყველა წააგო პოლ კრეიგმა და ვისაც არ დაეძარა, ყველამ მოუგო სხვა ჯურის. იქ პოლ კრეიგს კოდი ბრანდეიჯი, იქით წინ ვალენტინ უდბორნი, ჯიმი პიკეტი, ეს არის სულ, ვინც დაამარცხა ბონიკალმა. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ კი არითმეტიკულად ცოტა ბრძოლა არ არის, რაც მოიგო, მაგრამ ხარისხობრივად ბილად რო ვთქვათ, არაშთამბეჭდავია. რაც შეეხება კაილ დაკას შეიძლება მასზე ვისაუბროთ, რომ არც მას არ დაუმარცხებია თლათ ისინი რაღაცა სასწაულები, მაგრამ ასე თუ ისე მაიკლ პერეირა, ჯერალდ მირშარტი, არ არის კი მირშარტი დამძელთა ტოპ მებრძოლი, მაგრამ იგივე ერიკ ანდერსი ძალიან გამოცდილია, რომან დოლიძესთან წაგებებია ეს, მაგრამ მაინც. თან მნიშვნელოვანი არის რა? კაილ დაკასი გაშვების შემდეგ დაბრუნდა და სხვათა შორის თუ დააკვირდებით, კაილ დაკასი დაბრუნდა ბევრად უფრო გაზრდილი. აი, თუნდაც ის არ არის ჩემი აზრით შემთხვევით. კრივის ყოველთვის კარგი ქონდა სხვა შორის დაკას ოღონდ რაღაცა მას ნოკაუტებით ის ვერ იგებდა. მოკლედ ტექნიკურად კარგი კრივი ქონდა, მაგრამ რაღაცა ფინიშერი ფეხზე არ იყო. საბმიშენები კი ბატონო, მაგრამ საბმიშენებით ალბათ ნაკრებს ავარაუდოა რომ დაემუქროს ის აქ ბონიკალს, მაგრამ რაც შეეხება კრივს, ტექნიკა ყოველთვის კარგი ქონდა, მაგრამ აი რაც წავიდა პირველ ჯერზე UFC-დან, როდესაც პირველ ჯერზე იყო UFC-ში და იმის შემდეგ ამ ხრივ ძალიან მოუმატა. შემთხვევითი არ არის რომ უკვე მას აქვს აქტივში ორი ბრუტალური ნოკაუტი პირველსავე რაუნდში, მიშელ პერეირა ერთ-ერთი რომელიც გათიშა და იქამდე Cage Fury-ის საჩემპიონო ბრძოლაში კიდევ ერთი მებრძოლი ყავს გათიშული ასევე მეორე წუთზე ბრუტალურად KO-თ. ვფიქრობ რომ კი სადღაც გასაგებია რომ ბონიკალმა შეიძლება ჭიდაობა მოხვიოს თავზე და ათრიოს, სხვანაირად რო ვთქვათ, მაგრამ თუ ბონიკალს დაუკვირდებით ბოლო ბრძოლებში განსაკუთრებით უფრო მეც აკეთებს, აქცენტს აკეთებს დგომში ბრძოლაზე თითქოს სწავლობს, ვფიქრობ ისე ნასწავლი ბონიკალს არ აქვს სტრაიკინგი რომ კაილ დაკას აჯობოს და ამასობაში ცოტა რაღაცა მაინც ამ ბოლო ბრძოლებში დიდად ჭიდაობაშიც ვერ ვიტყვით რომ განსაკუთრებით წინავსო. ყოველ შემთხვევაში ძლივს მოგო პოლ კრეიგს, მაგრამ პოლ კრეიგს ახლა ჭიდაობაში პოლ კრეიგი თვითონ არ არის არასოდეს წინა არ იყო არასოდეს წინავი, მეტოქეს რომ წაექცია და აი ეს წააქცია და უბრალოდ ქვემოდან ვერ დაიჭირა პოლ კრეიგმა, ეგ არის და ეგ. ამას გარდა იქ რეინერ დერიდერმა იქით ათრია, მოდი პირდაპირ ვთქვა და მიწასთან გაასწორა პირდაპირ. გაგებით, როდოლფო ვიერას ბრძოლა კარგად არ მახსოვს, მაგრამ მოგო ჰედკიკით. ანუ ფეხზე ეჩხუბა, კი გამახსენდა, ფეხზე ეჩხუბა როდოლფო ვიერას ხო შორის ბონიკალმა. ასე რომ მე სიმართლე ვიტყვით, მიჭირს აქ ბონიკალის გამარჯვება დავინახო. თუმცა აქვს კი მიჭირს დავინახო მისი ბოლო ბრძოლებიდან გამომდინარე, მაგრამ ახლა ვიცით რა უნარები აქვს ბონიკალს და გასაგებია რომ იდეაში ძალიან არ უნდა გაგვიკვირდეს რომ ასე ვთქვათ მოსაწყენი ჭიდაობით მაინც ამოახერხოს და მთელი სამივე რაუნდი მიწაზე ქვემოთ ყავდეს კაილ დაკასი და ქვემოდან ზურგიდან დაკასი სხვა შორის კი საბმიშენები უყვარს, მაგრამ ზურგიდან ვერა, გარდიდან ვერა, უფრო ზემოდან საბმიშენები ეხერხება და ზემოდან კაილ დაკასი ვერ მოხდება, ჩემი აზრით. თუ დაზიანებული არის და ბონიკალთან ზემოდან ვერ მოხდება. ასე რომ აქ ამიტომ არის რა, ამიტომ გულისხმობ რომ ძალიან ახლო ბრძოლა, ახლო გულისხმობ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რთულია საფოლოგზო და ამიტომ ძალიან მცირე ფავორიტად დავასახელებ კაილ დაკას. მე მგონი კაილ დაკას ფავორიტად რო ვასახელებ უკვე ვრისკავ და ამიტომ ბუნებრივია ძალიან მცირე ფავორიტობაზე მაქვს საუბარი. ფავორიტი დაკასი, მაგრამ ბრძოლა ახლოს არის 50-50-თან. შემდეგი ბრძოლა მაურისიო რუფი, მაიკლ ჩენდლერი.
რა ვიცი, აქ გამოგიტყდებით და ძალიან დიდ ფავორიტად ხედავ მაუციო რუფის. მე ვფიქრობ, რომ მაიკ ჩენდლერი უკვე რო დაბრუნდა UFC-ში, მაშინ არ იყო უკვე ტოპ მებრძოლი, აღარ იყო ტოპ მებრძოლი. სხვაჯერ ბელატორშიც უკვე ვეღარ იგებდა და ვეღარ ხდებოდა ჩემპიონი და იმიტომ დაბრუნდა. ნუ აქ თავიდან კიდე არაუშავდა, მაგრამ შემდეგ იმდენი წააგო ძალიან ბევრი, ბოლო გეტყვით ხა ბოლო 6 ბრძოლაში დამარცხდა 5 ჯერ. და აი განსაკუთრებით პედი პიმბლეტთან იყო, რა ვიცი, ძალიან ცუდი. განსაკუთრებით რომ პედი პიმბლეტი სტილისტურად სხვა არის და რუფის სხვა რამეს შემოსთავაზებს, მაგრამ მე ვერ ხვდები ჩენდლერმა როგორ უნდა მოგოს რუფის რო არ მოგატყუოთ. ნუ ყოველთვის შეიძლება ჩენდლერმა კი ხელში დარტყმის ზალა არ წასულა არსა და თუ მოარტყა კარგად. რა თქმა უნდა გათიშავს, ამის შანსი ყოველთვის არის, მაგრამ ისე ასე ლოგიკურად წესით დგომში მან რუფის ვერ უნდა მოარტყას და თუ ვინმე მოარტყავს რუფი უნდა მოარტყას და რაც შეეხება ჭიდაობას კი ერთ დროს საკმაოდ კარგი მოჭიდავე იყო ჩენდლერი, სხვა შეიძლება მოჭიდავე და არა გრეპლერი ასე არ ყოფილა და მით უმეტეს ახლაც არ არის, მაგრამ ახლა მოჭიდავეც არ არის კარგი. ბოლო ბრძოლებს თუ შეხედავ, ის ჭიდაობით ვერ ახთოვანდებით. ტეიქდაუნებს ის მაგერად ცდილობს ყოველთვის გააკეთოს რაღაცა უცნაური სლემები და როცა გამოზდის მაშინაც იმ სლემის შემდეგ თვითონ ხდება ხოლმე ცუდ პოზიციაში. შესაბამისად, თუ მიწაზეც ვერ მოუგებს, რა ვიცი, ფეხზე რანაირად მოუგოს ჩენდლერმა რუფის მე ვერ ხვდები უბრალოდ. მართლა ვერ ხვდები. ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება შევწდე და არ მოიგოს ჩენდლერმა. ნუ ერთი ვარიანტი როგორ უნდა მოიგოს თქვი, დაუშვათ მოარტყა მათ და ხელში ძალა ნამდვილად აქვს. მაგ ჩენდლერს, მაგრამ ნუ ლოგიკურად და ტექნიკი, აი სწორი, როგორ უნდა აჯობოს მოკლედ ბრძოლაში, აი ეს მე ვერ წარმომიდგენია. აღოთ, ამას გავიგებთ 15-ში გამთენიისას. შემდეგი ბრძოლა ჯოშ ჰოკიტი, დერეკ ლუისი. აქ როგორც ხშირად რო იტყვიან ხოლმე გული ერთს გეუნება და ტვინი მეორესო. მოკლედ ძალიან მინდა მოიგოს დერეკ ლუისმა, ვინაიდან ძალიან არ მიყვარს ჯოშ ჰოკიტი. არა იმიტომ რომ მილიასთან რაღაც ქონდა, სხვა იქამდე აი მისი ბოლო ბრძოლა რომ ახსოვს ძალიან არ ჰოკიტი კი არა, ჰოკიტის პრინციპი არ ვერჩი. მე არ მიყვარს ის ტენდენცია რომ აი ესეთი კლოუნადებს ასე ვთქვათ წახალისება ხდება ამ კლოუნადების და მებრძოლი რომელიც ასე ბოდიში და რაღაც მასხარასავით იქცევა ყველანაირად ეხმარებიან და ცდილობენ რომ რაღაცა ხელი შეაშორონ და შეიძლება მალე ავიდეს მაღლა რაც პრინციპში მოხდა კიდეც მაგერ ჰოკიტი უკვე ტოპ 5-ია ლამის კი არა ახლა გეტყვით ზუსტად გეტყვით რა ნომერია ჯოშ ჰოკიტი ხო ტოპ 5-ია ტოპ 5-ია ნუ ახლა ჰოკიტი გასაგებია და ახლაც მოდი პირდაპირ ვთქვათ რომ ძალიან ვაფასებ ნამდვილად დერეკ ლუისის კარიერას მაგრამ შეგახსენებთ რომ დერეკ ლუისი ჯერ ისედაც არის ძალიან ასაკოვანი და ახლა შეგახსენებთ მის ასაკს ზუსტად რომ არ შევწდე 40-ზე მეტი რა ვიცი 41-ის და 41-ის სანამ გახდებოდა იქამდე დერეკ ლუისი მოდი ასე ვთქვათ საკმაოდ გაზარმაცებული იყო ანუ გაფუჭებული გაცვეთილი კი არა გაზარმაცებული ზოგადად სიზარმაცე დერეკ ლუისის ყოველთვის თან ძდებდა და მას არც მალავდა მაგრამ განსაკუთრებით ბოლოსკენ მართლა პირდაპირ გაგებიდი გაზარმაცებულია და პლუს ასაკიანია მიუხედავად ამისა სხვა შეიძლება დერეკ ლუისს ყოველთვის აქვს შანსი იმიტომ რომ მისი ხელის ძალა და მოქნევის ტექნიკა ერთად არ წასულა უბრალოდ ნუ რა თქმა უნდა მთლიან მოძრაობა მისი ოქტაგონზე ჩემი აზრით ბევრად კიდევ უფრო შენელებულია და ნუ მე დიდი იმედი მაქვს რომ ჯოშ ჰოკიტი შეეცდება იბრძოლოს გულით მაქვს იმის იმედი შეეცდება იბრძოლოს იგივენაირად როგორც ებრძოლა კურტის ბლეიდს და ამ შემთხვევაში ნამდვილად მოიგებს დერეკ ლუისი და რა ძალიან გამახარებს უბრალოდ ნუ ტვინი და საღიგონება მეუბნება რომ კი ეს თითქოს მასხარაა და რაღაცა მაგრამ საკმაოდ გამიზნულად აკეთებს რაღაცებს ისე ეჭუბა კურტის ბლეიდს იმიტომ რომ ის კურტის ბლეიდსი იყო და კურტის ბლეიდს ყოველთვის ჯობია ფეხზე ეჭუბა ვიდრე ეჭიდაო და მე ძალიან ეჭვი მეპარება რომ ასე დარტყმების გაცვლაში შევიდეს ის დერეკ ლუისთან ძალიან მარტივია ჯოშ ჰოკიტისთვის დაამარცხოს დერეკ ლუისი რეალურად ძალიან მარტივია რა უბრალოდ უნდა ეჭიდაოს საერთოდ არ არის აუცილებელი არ დასაბითება საკმარისია ზურგზე დააგდოს დერეკ ლუისი ჯოშ ჰოკიტმა რაც ნამდვილად შეუძლია და თან მისთვის რთული არ არის დამთავრებდა ყველა რაუნდის დასაწყისში დაგდება ძის აი პირდაპირ ფეხებში შესვლა თან ნუ გასაგებია დაიჭირა ერთხელ დერეკ ლუისმა იგივე ამის მცდელობისაც კურტის ბლეიდსი მაგრამ ნუ ასეთი დაჭერები ხა არ ხდება ისე ხშირად და თან ნანახი აქვს ეს დაწუნებულიყავი ჯოშ ჰოკიტთან და რაღაცნაირად ისე შეიძლება შეუვარდეს რომ არ მოყვეს ამ დარტყმაზე მით უმეტეს ზოგადად ძალიან მძიმედ მოძრაობს ბოლო პერიოდში დერეკ ლუისი და საერთოდ არის
სიჩქარე ხო გითისთვის საჭირო, შეიძლება მომენტს დაელოდოს და იმ მომენტში რაღაცა რაუნდის დასაწყისში თუ პირველივე წუთზე არა, მაგრამ რაღაც წუთ ნახევარში შეუვარდეს ფეხებში. როგორც კი დააგდებს იქ უკვე მისია. და არ არის აუცილებელი ხო დაასაბიტოს, შეიძლება ესე ათრიოს სამივე რაუნდი აი ესე ყავდეს ქვემოთ. ხო, რეალურად ალბათ ამას გააკეთებს ჯოშოკი და ჩემი აზრით ჯოშოკი მოიგებს, მაგრამ თუ შევცდები და თუ გაიმარჯვებს დერეკ ლუისი, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, დერეკ ლუისის გარდა ალბათ. ძალიან გამიხარდება, მინდა გითხრათ, აი არ დავმალავ ამას. და ობიექტურად არ მგონია, რომ ეს მოხდეს. ვაგრძელებთ და შემდეგი ბრძოლა გვაქვს უკვე, ხო, მივადექით შონ ომალი, აიმან ზაჰაბი. მოდი გავხსნათ ორივეს პროფილი და ვნახოთ რა გზები აქვს. მე კი მახსოვს პრინციპში უბრალოდ მინდა თქვენს თვალსაჩინოებისთვის თქვენს ჩამოგითვალოთ. აიმან ზაჰაბი, კი ბატონო, კანადელს აქვს ძალიან კარგი სერია, 1 2 3 4 5 6 7 მოგებიანი სერია, მაგრამ დრაკო როდრიგესი, რიკი ტურციოსი, ქილენ აორი, ჯავიდ ბაშარატი, პედრო მუნიოსი, ჟოზე ალდო, მარლონ ვერა. თავიდან ის ჩამოთვალე ხა ტოპ მებრძოლები არც ერთი არის, სხვა შეც ფინიშით აქ ყავს დამარცხებული მარტო დრაკო როდრიგესი და ქილენ გაორი, დანარჩენი ტურციოსის, ბაშარატის, პედრო მუნიოსის, ჟოზე ალდოს და მარლონ ვერას დამარცხებული ყავს. დისიჟენებით, გადაწყვეტილებებით და იქაც დამარცხებული ყავს თუ არა კაცმა არ იცის. მარლონ ვერასთან ისედაც სპლიტი უწერია და სპლიტი ისედაც კაცმა არ იცის ნიშნავს, იმიტომ რომ იქაც შეიძლება იქაც. და ჟოზე ალდოსთან, რა ვიცი, მე ბრძოლა მახსოვს და რა ვიცი, ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ბევრისთვის იქ ჟოზე ალდო მოიგო. როგორც მახსოვს პედრო მუნიოსთანაც უფრო ჩემ თვალში იქ მუნიოსმა მოიგო და თუნდაც ეს მოგებები რომ ჩავთვალოთ რომ მართლა მოუგო, ერთი ყველა ეს მებრძოლი იყო ძალიან დაბერებული უკვე. პედრო მუნიოსი მასაც ყავს დამარცხებული ომალი. დამარცხებული არ ყავს ხო ის შეხვდა ომალი და იქ ნო კონტესტი დაფიქსირდა. მაგრამ ერთი უფრო ადრე იყო იქ. მუნიოსის ასაკში 1-2 წელს დიდი მნიშვნელობა აქვს და 1-2 წელს ადრე შეხვდა სხვათა შორის ომალი. მუნიოსი. ისევე როგორც მარლონ ვერას კი, მარლონ ვერა იმას დაამარცხა, რა ქვია. შონომალიაც, მაგრამ ბევრად ადრე 2 წლით ადრე შეხვდა შონომალის და ზაჰაბის შეხვდა მარლონ ვერა მაშინ, როცა ვერა ფაქტიურად ჩამოყალიბდა როგორც პროფესიონალ წამგებად. მას შემდეგ, ხო, ბოლო 4 ბრძოლა წაგებული აქვს ვერას და აქედან ბოლოდან მეორე არის აიმან ზაჰაბისთან. სხვა შორის წამგებლად გაფორმება და ხო, ვინც აკებს, გაფორმება ვერასი შონომალიმ დაიწყო. იქამდე ვერას მოგებული ჰქონდა ბრძოლა და შონომალისთან რო წააგო, მერე მიყვა წაგებები და წაგებები. და კი, სწორად მახსოვს 2 წლით ადრე შეხვდა შონომალი მარლონს, ჯერ კიდევ ისე გაცვეთილი არ იყო და თან სადეხა შონომალიმ რომ მოუგო მარლონ ვერას მართლა გაანადგურა, დაშალა უბრალოდ. მარლონ ვერა მიწასთან გაასწორა ფეხზე ოღონდ, რადგან თქვია. შონომალიმ და ახლა ზაჰაბი მე მგონი საერთოდ წააგო. მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ ჩემი აზრით კლასში და უნარებში ძალიან დიდი განსხვავება აქვს. კი, ამ წუთას შეიძლება პოზიციურად ისეთი სხვაობა არ არის, ზაჰაბი მე-6 ნომერია, შონომალი მე-3, მაგრამ ის გზა რაც მათ გამოიარეს უშიადო შეუდარებლად რთული ბრძოლები ჰქონდა შონომალის. მიაქციეთ ყურადღება, ბოლოს დაამარცხა იადონგ სონგი. იქამდე ორჯერ შეხვდა მერაბ დვალიშვილს. იქამდე მარლონ ვერა დაამარცხა, იმის წინ ალჯო სტერლინგი გათიშა, იმის წინ პიოტრიანი დაამარცხა, გასაგებია გახლო იყო და შეიძლება მას დაამარცხა, მაგრამ ვის ხვდებოდა, ნახეთ. და იქ იმის წინ პედრო მუნიოსი, ესე იგი შეხედეთ ამის ბოლო 5 ბრძოლა და რა ვიცი, მთელი 7 მოგებიანი სერია ახლოსაც ვერ მივა აიმან ზაჰაბის. მით უმეტეს ზაჰაბი ზოგადად ბოლო ბრძოლებში ბევრი თვლის რომ კაი გერპლერია, მაგრამ ბოლო ბრძოლებში ძირითადად იბრძვის ფეხზე, თითქოს კარგი კრივი აქვს, მაგრამ აი ჩემი აზრით ასე შონომალისთან წესი დარეგით აიმან ზაჰაბის შანსი არ აქვს. თან ზაჰაბი როგორც წესი მიდის დისიჟენამდე და 3 რაუნდში შონომალი 1-2 ისეც მოარტყავს რომ თუ არ გადიშავს ჩემი აზრით მაგრად დააზიანებს. ჭიდაობა შეიძლება მითხრათ რომ ჭიდაობა აიმან ზაჰაბის შეუძლია, ნამდვილად შეუძლია, მაგრამ სხვათა შორის შონომალი არც ჭიდაობაში არ არის, კი გასაგებია მერაბთან დაიჩაგრა, მაგრამ სხვა ბრძოლებში დიდად კარგ გამოჭიდავებას ვერ დაჩაგრეს შონომალი. რაღაც შორს წავიდა, იმან აგერ მეორე რაუნდში დაამარცხა გათიშა ალჯო სტენლინგი. ანუ რაუნდი და კიდე 1 წუთი ალჯო სტენლინგმა ვერ დააქცია შონომალი და რა ვიცი ზაჰაბი ალჯო სტენლინგზე უკეთესი მოჭიდავე ნამდვილად არ არის. მოკლედ, აქ
საკმაოდ სუღი ფავორიტად ხედავ შონომალიც ერთადერთი. ამის საფუძველი და შონომალემ არ მომცა, მაგრამ მაგის ბოლო აქტივობებს თუ შევხედავთ სოციალურ ქსელში, რაღაცა შეიძლება დაგვრჩეს დაბეჭდილება, რომ დიდად მებრძოლობა აღარ აინტერესებსო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მასე მეგონა მე იმას თავის ბოლო ბრძოლის წინ Yadong Song-თანაც და იქ აღმოჩნდა რომ ძალიანაც აინტერესებს, ასე რომ იმედი მაქვს ჯერ კიდევ მებრძოლობა უნდა შონომალის და იმიტომ თუ არ უნდა და თუ მართლა სხვა ინტერესები აქვს, ნუ რა თქმა უნდა, მაშინ გაუჭირდება მოგება, მაგრამ ნუ იმედი მაქვს რომ ასე არ არის. და მივადექით კომეის ალექს პერეირა სირილ განი სატიტულო ბრძოლა დროებით კამარზე. აქ ალბათ შეიძლება ითქვას რომ გავრისკავ. ნუ გავრისკავ როგორ ხა მე ჩემ მოსაზრებას ვიტყვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი არ დამეთანხმება, შეიძლება შევწდე კიდეც კი ბატონო, მაგრამ მე მგონია რომ ჩემთვის ყოველთვის აქ ფავორიტი გაგიკვირდება და არის სირილ განი. ვერ ვიტყვი რომ დიდი ფავორიტიო, ნამდვილად ეს სიგიჟია ალექს პერეირასთან დიდ ფავორიტად დავასახელოთ სირილ განი, მაგრამ მე მგონია რომ ცოტა მეტი შანსი აქვს სირილ განს და სხვა შორის შეიძლება ბევრი ფიქრობ რომ ჭიდაობას გულისხმობ, მაგრამ არ გულისხმობ ფეხზე ვფიქრობ რომ მოკლედ ჩემი ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება ასე ვთქვათ რაც მგონია მოხდება ჩემი ლოგიკით ხო ეს იქნება გადაწყვეტილებით სირილ განის მოგება. და რატო აქვს სირილ განი არის ექსპერტი იმისი რომ აი ფეხზე უინტერესო ბრძოლები ხო არსებობს ძირითადად უინტერესო ბრძოლებზე და მოსაწყენ ბრძოლებზე ვიძახით მიწაზე როცა ჭიდაობენ მაგრამ ფეხზეც არსებობს სირილ განს შეუძლია ჩემი აზრით 5 რაუნდი ნებისმიერ სტრაიკერთან გაატეროს ისე რომ დიდად არც მას არ მოხდეს და მისგანაც მოხდეს უბრალოდ ცოტა მაინდამაინც ძალიან სასწაული დარტყმები არა მაგრამ იმაზე მეტი დარტყმები ვიდრე მას მოხდება. ამისთვის აქ ყველაფერი სირილ განს და ამას კარგად იყენებს, ხო, ძალიან კარგი ფუტბოლი აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო თუ საუკეთესო არა, საერთოდ მძიმე ზონაში, პლუს ხშირად ცვლის და კარგად ეხერხება დგომისვლა, რაც ძალიან კარგია, აი ასეთი სტილისთვის მეორე ნომრად, როცა გაურბიხარ ბრძოლას. პლუს ძალიან კარგად მუშაობს ფეხებით, არა მარტო ლოუ კიკებით, სხვათა შორის იქ ბოდი კიკებით, ჰედ კიკებით, თან ამას აკეთებს აი ისეთ რიტმში, რომელიც მას მაინდამაინც არ ხლის. მოკლედ მე არ გამიკვირდება თუ ალექს პერეირამ წესიათ ვერ მოარტყას მას. და საერთოდ აქ სხვათა შორის თუ შევხედავთ როგორ შეიძლება დამთავრდეს ბრძოლა, მე ვფიქრობ რომ დისიჟენამდე თუ მივიდა, საერთოდ ვერ ხედავ როგორ უნდა მივიდეს დისიჟენამდე ისე რომ ალექს პერეირამ მოიგოს. იმიტომ რომ თუ ეს გაარღვია და დაიჭირა მაინც ალექს პერეირამ, ანუ თუ ვერ მოახვია ეს თავისი გაქცევითი ტაქტიკა. სირილ განმა, ჩემი აზრით, სირილ განი ვერ მიაღწევს მაშინ მეხუთე რაუნდამდე, კი არა და ნუ დასრულებამდე, იმიტომ რომ თუ ეს გაარღვია, ანუ მოიხელთა და დარტყმები მოახერხა ალექს პერეირამ, ჩემი აზრით სირილ განი დაფინიშდება. და შესაბამისად, თუ გადაწყვეტილებამდე მივა, ჩემი აზრით უფრო მოიგებს სირილ განი და რომელიც უფრო მეტი შანსია, ნუ რა თქმა უნდა, შეიძლება ვწდები, შეიძლება იმის მეტი შანსია, რომ მით უმეტეს 5 რაუნდიანია ეს ბრძოლაც ალბათ რაგი საჩემპიონოა, ანუ მეტი დრო აქვს ალექს პერეირას შესაბამისად მეტი შანსია რომ მაინც მოარტყას, კი ამიტომაც დიდ ფავორიტად რა თქმა უნდა არ ვასახელებ სირილ განს, მაგრამ ფიქრობ სირილ განია მაგის ექსპერტია რა და ნუ აი ვიცი შეიძლება შევწდე, მაგრამ დარწმუნებული ვარ აი ამ ტაქტიკას აიჩევ. ჭიდაობას არ შეიძლება, ჭიდაობას კი არ შეიძლება, მაგრამ აი იმ მომენტებში როცა სადღაც აუცილებლად მიუახლოვდება ხო ესე არ არის რომ 5-ვე რაუნდი 25 წუთი საერთოდ სათოფეზე არ გაიკაროს ხო ეხლა კი სადღაც ჩაუხურავს დისტანციას, მაგრამ როგორც კი ჩაუხურავს მე ვფიქრობ შეეკრება სირილ განი, კი შეიძლება ვერ წააქციოს, არ ვამბობ რომ წააქცევს, შეიძლება ვერ წააქციოს, მაგრამ ნუ იმას მაინც მოახერხებს რომ კლინჩი ყავდეს და როცა რაღაცა პერიოდი, ნუ ასე ვთქვათ მოკლასი ბრძოლა და ნუ სანამ ან საჯი გამოიყვანს, ან თვითონ ბოლო-ბოლო გამოეცლება. მას შემდეგ რაც სულს მოითქოს, ხო შეიძლება დაისვენებს ხოლმე აქვს ამისი უნარიც სირილ განს. მოკლედ ჩემი პროგნოზი არის არც ისე ცოტა 55-45-ზე სირილ განის. ვიცი რომ რისკავ, მაგრამ ნუ რა ვქნა. მე ასე მგონია. და მივადექით თავარ ბრძოლას ილია თოფურია ჯასტინ გეიჯი. აქ შეიძლება ბევრმა მითხრათ თუ აქ რატო აკეთებ პროგნოზს, როცა აშკარად ვიღაცას ერთ-ერთს ძალიან გულშემატკივრობო. კი, რა თქმა უნდა, ძალიან გულშემატკივრობ ილია თოფურიას, მაგრამ აქ იმხელა ფავორიტი მგონია ილია, რომ მე ვფიქრობ, რომ აქ ჩემი, ასე ვთქვათ, მიკერძოებულობა და სუბიექტურობა არ არის მოსატანი რა, მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ
საკმარისზე მე ძალიან დიდი ფავორიტი მგონია ილია თოფურია, სხვა შორის ასე სიმართლედ ყოველთვის არ ფიქრობდი. მე საკმაოდ ვაფასებ ჯასტინ გეიჯის. უბრალოდ მე თვითონ სხვა შორის ახლა დავდე TikTok-ზე ვიდეო და Instagram-ზე კონკრეტულად ამ ბრძოლაზე და იმისთვის ამ ვიდეოსთვის მე ბოლო 10-მდე ბრძოლა ვნახე გეიჯის და დავწმუნდი რომ უბრალოდ ძალიან ბევრი კარგი უნარი აქვს გეიჯის, მაგრამ ეს უნარი ისეთი უნარები აქვს რომ ძალიან მცირე შანსი აქვს ილია თოფურიასთან. სამი ვარიანტია რაც შეიძლება გეიჯი მოიფიქროს ტაქტიკური ჩანაფიქრით, ჩემ უფრო დეტალურად ამას სხვადასხვა TikTok-ზე და Instagram-ზე ვყვები, იმ კონკრეტულ იმ ბრძოლაზე მაქვს მხოლოდ ის ვიდეო. აქ მოკლედ გეტყვით, ერთი ვარიანტი, რასაც ყველა უმეტესობა რასაც ფიქრობს, რომ ის ირბენს განზე, როგორც მაქს ჰოლოვეი დარბოდა და შორიდან ლოუ-კიკებს შეესწება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამას არ იზავს, იმიტომ რომ ძალიან რისკიანია ეს, იმიტომ რომ რომელი მესამე, მეოთხე ლოუ-კიკის ცდილობაზე უკვე გაშიფრული ყובה ილიას და ლოუ-კიკის დროს გათიშავს, ზუსტად ზოგადად ყოველთვის ყველა მებრძოლი ლოუ-კიკის დროს იხსნება და ისეთი პროფესორი როგორც ილია ამას ძალიან მალე გაშიფრავს. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ჯასტინ გეიჯი ცენტრზე შიდადგეს, არ წავიდეს მაინც წინ, მაგრამ იყოს ჩასაფრებული, რომ ილია არ მიუშვას წინ, როგორც კი ილია მიუახლოვდება. კომბინაცია დაიწყოს ხელები და დაასრულოს ლოუ-კიკით. ამ დროს ლოუ-კიკის დროს გაშიფრვა და მორტყმა უფრო რთულია, როცა კომბინაციას მიაყოლებ. დიდი ხანი ხელებს არ გამოიყენებს, მაგრამ შორიდან ახლა წვდომი უფრო დიდი აქვს გეიჯის და ცხადია, იმის საშუალება შეიძლება. თვითონ იფიქროს, კონდეს რომ თუნდაც 1-2 დარტყმა და შემდეგ ლოუ-კიკი და ასე სადოს დაუზიანოს ფეხები ილიას. ვფიქრობ, აქაც არ აქვს ბევრი შანსი გეიჯის, იმიტომ რომ აი ის როგორც კი ხელებით ცდის და ძალიან ცუდი დარტყმები აქვს, რას გულისხმობს, კარგი დარტყმები აქვს, მაგრამ თვითონაც ხდება გეიჯის. აი მისი ბოლო ბრძოლები რომ ნახოთ, ისეთებმა მოარტყეს, რომ ნუ არ ვიცი ხა და ასეთი თუ მოხდა ილიასგან იქ ყველაფერი დამთავრდება. ყველაზე ნაკლებ სავარაუდო მგონია გეიჯისგან ჭიდაობა, მაგრამ მისთვის შემეც ყველაზე კარგია, იმიტომ რომ წაგებით მე მგონი მაინც წააგებს, იმიტომ რომ კი ჭიდაობით შეიძლება ილია წააქციოს, მაგრამ გრეპლერი უკეთესია ილია. და ვფიქრობ მიწაზეც საბოლოო ჯამში ილია აჯობებს. უბრალოდ ეს მისთვის იმიტომ კარგი რომ ამ ტაქტიკით თუ იბრძოლა, ანუ ძირითადად ჭიდაობაზე თუ გაქცეთ, ნაკლები შანსიო რომ მოხდა, ანუ უფრო ნაკლებ ტკინეულად წააგებს, ვფიქრობ და ნოკაუტის შანსი რა თქმა უნდა ნაკლებია თუ თავიდანვე ჭიდაობა დაიწყო ბუნებრივია, ხო? და რა თქმა უნდა შეიძლება ისე მალე არ დამთავრდეს ბრძოლა. დაუშვათ შეიძლება კაი ხანი გაგრძელდეს და სულაც არ გამოვლიცო თუ ძალიან ისე ივარჯიშეთ. ან არ დაგავიწყოთ სხვა შორის ჯასტინ გეიჯი all American მოჭიდავა იყო თავის დროზე. კი MMA-ში თითქოს დაივიწყე ჭიდაობა, მაგრამ როდესაც კარგი მოჭიდავე იყავი, 1-2 თვე მუშაობის შემდეგ ამის გახსენება შესაძლებელია. მერწმუნეთ შეიძლება მოჭიდავეებს კითხოთ და შეიძლება აღიდგინოს ახლა თუ ესაა გეგმა ეს 2 თვე თუ რამდენ ხანისა და ჯანიშვილია ბრძოლა დარწმუნებული ვარ იმუშავებ და ჭიდაობაზე და გაიხსენე და რატომაც არა ასე რომ მას შეიძლება 5 რაუნდი იჭიდაოს. უბრალოდ ამით ერთადერთი შეიძლება ის მიაღწიოს რომ უბრალოდ ან არ დაფინიშდეს ან თავიდან არ დაფინიშდეს, თორე ისე მიწაზე ვფიქრობ რომ უფრო უპრობლემოდ მოუგებს. ილია უპრობლემოდ გულისხმობ უფრო დიდი ხანი მოუნდეს, მაგრამ ნაკლები რისკი კონდეს და იმიტომ რომ მე რატომღაც ვფიქრობ რომ გრეპლინგი იმდენად უკეთესია ილიას რომ მიწაზე ბევრად უკეთესი იქნება ილია თოფურია. მოკლედ ნუ ხვდებით ალბათ რაღა ხვდებით გითხარით, მაგრამ ისეც თავიდან ხვდებოდით ალბათ რომ აქ დიდ ფავორიტად თვლი ილია თოფურიას. მომწერეთ კომენტარებში თქვენ მეთანხმებით თუ არა, სად მეთანხმებით და სად არ მეთანხმებით. და შემდეგ ეს ყველაფერი გავარჩიოთ უკვე პოსტ ივენთის ვიდეოზე, რომელსაც ასევე შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა, უკვე 15 ივნისის შემდეგ. მანამდე შეგახსენებთ, რომ უბრალოდ გამოიწერეთ ჩემი არხი, გამოვყევით YouTube-ზე და რა თქმა უნდა, იყავით ჯანზე. აბა კარგად.